მილიონი ლარი შეაგებინა შედასრულებასთან, მაგრამ ყველაზე ჩვენი აზრით აბსოლუტური გადაწყვეტილება რაც ამ ნაწილში რაც მოხდა იყო პროკურატურისგან ის არის გაიზიარა. ეს არის მამუკა ხალხარაზის ბაზის ჯეფარიზისთვის საზღვარგარეთ გასვლისთვის პროკურატურის ნებართვა. ეს ფაქტიურად ნიშნავს ბიზნესმენებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ გადადიან იმისთვის, რომ დრო გაატარონ, არამედ ეს არის მათი სამუშაო რეჟიმი. თან იმ დროს, როცა ანაკრის პროექტი არის წამოწეული ისეთ ფაზაში, როცა ძირითადად მიმდინარეობს ისეთ საკითხებზე მუშაობა, რასაც ქვია მუშაობა, ადამიანებს აუგზავნოს საზღვარგარეთ გადაადგილება, თან იმ მოტივით, რომ შეუთავოს დისკრეცია იმისი, რომ მისცეს თუ არ მისცეს ნებართვა, რა უნდა ხდეს პროკურატურა ძალიან მაინტერესებს გადაშალოს და თქოს, ეხლა გაგიშვებ თუ ეხლა არ გაგიშვებ, ეს დატოვა ძალაში ჩვენ რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას დავასაჩერებთ იმ დროში რადიოში გამოსაჩერება შეგვეძლება დაავადებით მონდენსტაციის სასამართლო გადაწყვეტილებას დანარჩენიც ხომ დაინიშნა სექტემბერში სექტემბერს და ჩვენ გადავწყვეტთ იმ რეჟიმში ასე ჩვენი პირობად დავადასტურებთ ჩვენი სიმართლეს ადგილიდან ერთხელ გამოჩნდა არავის არ მიცემულობა პროკურატურას იმისი რომ თუმცა დაინიშნა დანაშაულს აკარგული არ გააჩნია ბატონო ვიყავს ამ საქმეს დაზარალებული თუ დაზარალებული ვინ არის ამ საქმეში? თქვა რომ დაზარალებული ამ საქმეში არც